აჭარის პროკურატურის ინფორმაციით მიმდინარე წელს უწყებას ტრაფიკინგთან დაკავშირებით საქმის გამოძიების მოთხოვნით 3-ჯერ მიმართეს. გუშინ სამართალდამცავებმა ტრაფიკინგთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმე გახსნეს და 3 პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულებმა 2013 წლის 22 მაისს უზბეკეთის მოქალაქე მოტყუებით წაიყვანეს და კურორტ ბეშუმთან ტყეში მოკლეს. გამოძიება დამამძიებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. აჭარის მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამჟამად ტრაფიკინგის კიდევ ერთ ფაქტზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ განხორციელდა. პროკურორის განცხადებით, დანაშაულის ადგილის სიშორე გამოძიების პროცესს აჭინაურებს. ვლადიმერ თურმანიძე იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელსაც სამართალდამცავები პროსტიტუციისა და ტრაფიკინგის შემთხვევების პრევენციისთვის მიმართავენ. უფრო ვრცლად თემის შესახებ მაცნის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. აჭარის პროკურატურაში ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება 3 სისხლსამართლის საქმეზე, მათგან 2-ზე მიეცა პასუხისგებაში შინაგან სამართალთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად აწარმოებს პრევენციულ ღონისძიებებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, იმ სასტუმროებში, სადაც მასობრივად არის თავშეყრა ასე ვთქვათ, ქალბატონების ან თუნდაც კაფეებში ხდება ამ დაწესებულების შემოწმება, გამოძიების მცდელობისას ხდება მათთან გასაუბრება, შემოწმება პასპორტების, შემოწმება მათი ასე ვთქვათ მიმართ ადგილი ქონდა თუ არა ძალადობას, ექსპლუატაციას.